მე გახლავართ დალი ოსეფაშვილი, არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის კონსულტანტ მასწავლებელი, მუშაობ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალნოს საჯარო სკოლაში, ეს არის ეთნიკურად აზერბაიჯანულენოვანი სკოლა. რაღაც პერიოდი ვიყავი ახალი სკოლის მოდელში ჩართული საგნობრივი მიმართულებით კურიკულუმის ექსპერტი და აი ეს ჩემი გამოცდილება ძალიან დამეხმარა ჩემს სამუშაო პროცესში. თემა, რომელიც მე დღეს წარმოგიდგენთ, ეს არის განმავითარებელი შეფასება დაწყებით კლასებში და ეს ჩვენი ვორქშოპი რომ ყოფილიყო სასწავლო წლის ბოლოს, ალბათ უფრო სუყე და ნაყოფიერი იქნებოდა ჩემი პრეზენტაცია. მაგრამ ის, რაც მე მაქვს წარმოდგენილი ჩემს პრეზენტაციაში, ეს არ არის თქვენთვის ახალი და მე ახალ ველოსიპედს არ ვიგონებ, ეს თქვენს ძალიან კარგად იცით და ჩემზე უკეთესად დარწმუნებული ვარ. უბრალოდ ამ საკითხებს, რაც მე მაქვს წარმოდგენილი ჩემს პრეზენტაციაში, ჩემი კუთხიდან გაგაცნობთ, ჩემი სამუშაო ჭრილიდან და წელს სპეციალურად ავიყვანე დაწყებითი კლასები, პირველი კლასები, ორი პირველი კლასი მყავს და ერთგვარად რაღაც კვლევასაც ვატარებ ჩემთვის, პირადად ჩემთვის. დინამიკაში ვაკვირდები აი ამ პროცესს და როგორც წეგან გითხარით, სასწავლო წლის ბოლოს უფრო მეტი სათქმელი მექნება ალბათ, როდესაც შეჯამებას გავაკეთებ. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულის როგორც მეორე ენის სწავლება გარკვეულ ერთგვარი გამოწვევაა არაქართულენოვან სკოლებში, რადგან ჩვენთან კომპაქტურად არის დასახლებული ჩვენ რაიონში აზერბაიჯანული თემი, დაახლოებით 30 კილომეტრით არის დაშორებული თუ მეტით რაიონულ ცენტრს და ვიტყვი ხოლმე, რომ ზოგი ისეკვდება რაიონულ ცენტრში არ ამოდის. არიან მომთაბარეები, ისინი მეცხოველეობას მისდევენ და თვეებით მიდიან ბავშვები მთაში და არა აქვთ შემხებლობა ქართულ საზოგადოებასთან, ინტეგრაცია მათი ნაკლებია. მადლობა ღმერთს, რომ ნელ-ნელა დაიძრა ეს ყინული და ძალიან ბევრი ბავშვი უკვე სათანადოდ ფლობს, мотиваციაც მაღალი, მშობელთა ჩართულობაც მაღალია, დაინტერესებაც მაღალია, მათი უკვე რომ სახელმწიფო ენა შეისწავლონ და ნელ-ნელა აი ამის ფონზე სწავლების ხარისხიც უკეთესი ხდება, უმჯობესდება და იმ შედეგებს ვაღწევთ, რაც გვაქვს დასახული ჩვენ მასწავლებლებს და რაც არის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გათვლილი და გათვალისწინებული. ეხლა არ მოვყვები იმას, რომ რა დანიშნულება განმავითარებელ შეფასებას და რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ ჩემი კუთხიდან, როგორც გითხარით, გეტყვით, რომ მე მჭირდებოდა ეს ჩემი პედაგოგიური კუთხით, ჩემი თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ სად არის მოსწავლე, სად მიდის და რა იქნება ბოლოში. და მინდა გითხრათ, რომ წეგანაც აღვნიშნე, რომ ეს ბავშვები არიან ესე ვთქვათ, მუდმივად სისტემურად არ არიან სკოლაში, როგორც გითხარით, 2-3 თვე მიდიან, ზოგი უფრო მეტი ხანი სკოლიდან და აი ეს უნარები განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, რაც სწავლების ზე ორიენტირებული, მათ არ აქვთ გამომუშავებული. ჩვენს სოფელში არ იყო ყოველ შემთხვევაში წელს გაიხსნა საბავშვო ბაღი და აი ეს ფსიქომოტორული უნარებიც ბავშვებს არ აქვთ განვითარებული. ამის სწავლებაც მჭირდება მე, რომ მოსწავლეებს ეს უნარები გამოვუმუშაოთ და მით უმეტეს ერთ გაკვეთილზე, მით უმეტეს 35 წუთში ცოტა რთულია ჩემი როგორც მასწავლებლის, რომ საგანიც ვასწავლო, რაღაც უნარებიც გამოვუმუშაო, ცოტა ძნელია. მით უმეტეს, რომ მინდა ესეც აღვნიშნო, რომ თვითონ მასწავლებლებშიც არ არის ასე ვთქვათ ეს როგორ თქვა, სურვილი შეიძლება გქონდეთ, მაგრამ რაღაცა შესაძლებლობები, რაღაც არა აქვთ ეს თვითონ ამ აზერბაიჯანელ მასწავლებლებსაც ამის ასე ვთქვათ უნარები გამომუშავებული, ამიტომ მიწევს რაღაცა დონკიხოტივით ქარის-წისქვილებთან ბრძოლა, თუმცა ზოგჯერ ვარტყავ ხოლმე ამ ქარის-წისქვილის ფრთას და რაღაცა შედეგები მეტნაკლებად გვაქვს.
აი ის, რასაც მე ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ, რასაც მოიცავს განმავითარებელი შეფასება, მე ვფიქრობ, რომ ვცდილობ, რომ ჩემს სამუშაო პროცესში განვახორციელო და გავაკეთო ჩანიშვნები, გავაკეთო დაკვირვება, გავაკეთო შეჯამება და ეს ჩემი შემდგომი ნაბიჯებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. და ამას მაგალითად გარკვეული დროის განმავლობაში ვიყენებ, ეს შეიძლება იყოს კვირის განმავლობაში, ეს შეიძლება იყოს თითოეული გაკვეთილის ან აქტივობის შესრულების დროს, რომ რა სჭირდებათ მოსწავლეებს ეს საჭიროება დავადგინო, კიდევ რა უნდა გავითვალისწინო და ასე შემდეგ. ხო, ეს ამაზე ვისაუბრე და რატომ უნდა გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება, როგორც გითხარით, ქართულ სკოლებში მარტივია, არც მთლად მარტივი, მაგრამ მეტნაკლებად მარტივია, იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს ენობრივი ბარიერი, ენობრივი პრობლემა და ის, რასაც მასწავლებელი ეუბნება, იგებს. მე ისიც მჭირდება და ცალკე გამოწვევაა ჩემთვის პირობა გავაგებინო და რა მინდა გავაგებინო ბავშვებს. ყველამ არ იცის იმ დონეზე ქართული და მე არ ვიცი იმ დონეზე აზერბაიჯანული, რომ სიტყვაზე ყველაფერი პირობა მაინც სრულყოფილად გავაგებინო ბავშვს, ამიტომ უამრავი რაღაც მეთოდის, აქტივობის სტრატეგიის გამოყენება მჭირდება, რომ მივაღწიო იმ შედეგს, რაც მაქვს მე განსაზღვრული. თუ მაგალითად ქართულ სკოლაში რაღაც აქტივობის განხორციელებას პირობითად ვამბობ, შეიძლება დაჭირდეს 10 წუთი, მე შეიძლება დამჭირდეს 1 გაკვეთილი. იმიტომ რომ ბევრი კიდევ სხვა მიზეზია, გარდა იმისა, რომ ენობრივი ბარიერია, აღქმის ხარისხი სხვანაირია, ქმედების ხარისხი სხვანაირია და ამიტომ ეს უფრო მეტ დროს, მეტ ძალისხმევას საჭიროებს მასწავლებლის მხრიდან. თუმცა და კიდევ ერთი უნდა აღვნიშნო, რომ ის, რასაც მე ვასწავლი ქართულ ენაზე, ამ ბავშვებს არ აქვთ მშობლიურ ენაზე, არ იციან. და ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ მე მჭირდება არა მხოლოდ საგნის ენის სწავლა, არამედ იმ უნარჩვევების სწავლა და გამომუშავება, რაც მათ უნდა ჰქონდეთ მშობლიურ ენაზე. და შესაბამისად, როგორც გითხარით, ისინი, რომლებიც არ არიან ხშირად სკოლაში და არ აქვთ შემხებლობა, აი მაგალითად სექტემბერში ჩვენ დავიწყეთ რაღაცა საკითხის სიტყვაზე პირობითად ვამბობ, ოქტომბერში ბავშვი წავიდა 1 თვე, დაბრუნდა ნოემბერში, მას ეს წყვეტა აქვს და მე ისევ ხელახლა მიწევს რაღაცა ახლიდან დაწყება, ახლიდან შეჩვევა, ახლიდან დასწავლა და ასე შემდეგ და ცოტა რთული პროცესია ეს ჩვენთვის. ის, რომ მე ვაფასებ მოსწავლეს, ერთია, მაგრამ კლასში, საკლასო სივრცეში ურთიერთობა არ არის ცალმხრივი. ეს არის მასწავლებლის და მოსწავლის, ეს არის მოსწავლის და მასწავლებლის და პლუს თვითონ მოსწავლეების ურთიერთობა და აი ამაშიც რაღაცა ცოტა წავიკოჭლებთ ხოლმე. ერთია, რომ მე შემიძლია შევაფასო რაღაც ფორმით, მეორეა, რომ მოსწავლემ შემაფასოს და მესამეა, რომ ერთმანეთი შეაფასოს, რაც ძალიან რთულია და თუნდაც სხვისი შეფასება ადვილია. მაგრამ როდესაც ვეუბნები, რომ საკუთარი თავი თუნდაც ეს დაახასიათე ერთი სიტყვით, არა მას მოდით რა სხვაზე ვიტყვი, ან თქვენზე ვიტყვი, ჩემზე ძნელია. ესეც უჭირთ და დაწყებით კლასებში მით უმეტეს ძალიან რთულია, მაღალ კლასებში კი აქაც ითქვა, რომ ეს უნარები მეტნაკლებად გამომუშავებული აქვთ და იციან რა და როგორ უნდა გააკეთონ. დაწყებითებში ეს ძალიან რთულია და ენის შესწავლის კონტექსტში მით უმეტეს ცოტა უფრო მეტად. ხო, აი ეს ამაზე ვთქვი, რომ ძლიერ და სუსტი მხარეების დადგენა დაწყებით კლასებში უჭირთ და შეიძლება მშობლიურ ენაზე ეს თქვან და გააკეთონ, მაგრამ ქართულად ეს შეიძლება გაუჭირდეთ და ამაშიც კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება ჩვენ ქართულის მასწავლებლებს, რომ ეს შეძლონ მოსწავლეებმა. ჩემი მიზანი რაც არის ის, რომ
ეს განვახორციელო, ეს არის სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა. ეს რაც უნდა გაითვალისწინოს, ამაზე აღარ გავაჩერებ თქვენს ყურადღებას, იმიტომ რომ ეს უკვე ისედაც აქვთ, იცით უკეთესად ჩემზე და ამ მახასიათებლებზეც უწყვეტობაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ვცდილობ, რომ მუდმივად განვახორციელო ეს პროცესი და შევძლო ამის გააქტიურება, როგორც წეგან გითხარით, სპეციფიკიდან გამომდინარე, მე ამის გაკეთება მეტნაკლებად მიჭირს. და აქ ითქვა, რომ ძალიან ხშირად მშობლები ორიენტირებული არიან ნიშანზე და ბავშვებიც. მასწავლებელი 10-იანი, მასწავლებელო ვარსკვლავი და აი ამის შეჩვევაც და ჩვევაში გადასვლაც, რომ მე მხოლოდ ნიშნისთვის, შენ მხოლოდ ნიშნისთვის არ სწავლობ და ნიშარი არ არის განსაზღვრელი შენი ცოდნის, ცოტა ისეთი საკითხია და სანამ ამას მივაჩვეო, რომ არ იწერება ნიშანი ყველაფერი იმაში, რასაც შენ აკეთებ, ეს ცოტა დროის ფაქტორია. ხო, ის რომ მე ერთ წეღანაც ვთქვი, რომ მხოლოდ მასწავლებელი და მოსწავლე არ არისო, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია დავაკვირდე ჩემს ქმედებას, ჩემს საქმიანობას და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ რომ აი წეღან აღვნიშნე, რომ მე ვიყავი ახალი სკოლის მოდელის პროექტში ჩართული და ჩემთვის როგორც კოუჩისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კათედრის მუშაობა, კათედრის გააქტიურება და არა მხოლოდ კათედრის, არამედ კათედრებს შორის ურთიერთობა. რაც არა ქართულენოვან სკოლებშიც ძალიან მოიკოჭლებს და კათედრის სხდომა იმართებოდა ხოლმე ფორმალურად მხოლოდ სასწავლო წლის დასაწყისში და მორჩა დამთავრდა, ოქმი შეგდგებოდა და ეს ამით სრულდებოდა მისი ფუნქციონირება. ჩემი მიზანი იყო, რომ რამენაირად ეს გამომეცოცხლებინა, რაღაც ესეთი ცოცხალი პროცესი ყოფილიყო და მქონდა მცდელობა იმის, რომ ინტენსიურად კვირაში ერთხელ, თვეში 3-ჯერ ან 2-ჯერ ყოფილიყო კათედრის შეხვედრა, სადაც აი ამ ახალი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა სტანდარტის განხილვა იქნებოდა, იმიტომ რომ შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ჩემთან ძალიან ზოგიერთ მასწავლებელს SEG და SNG არ ჰქონდათ გარჩეული ერთმანეთისაგან. მართლა ასე ეგონათ და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა საერთოდ სხვა განზომილება იყო და სხვაგან მეუბნეოდნენ, რომ რა თუნდაო ინდივიდუალური სასწავლო გეგმა 1500-ზე მეტი ბავშვია ჩვენ სკოლაში და SSM და SSM მოსწავლე არ გვყავს. ოფიციალურად, თორე ისე პირველ კლასში ახლა 3 SSM მოსწავლე მყავს, რომელსაც სტატუსი ოფიციალურად არ აქვს. ამიტომ ვცდილობ, რომ რაღაცა მე რამენაირად ვასწავლო მასწავლებლებსაც, როგორ უნდა იმუშაონ, როდის უნდა იმუშაონ და რითი უნდა იმუშაონ. ენის შესწავლის შემთხვევაში შეფასებაზე რომ გადავიდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ კომპონენტზე ყურადღების გამახვილება. ჩვენ 4 უნარს ვავითარებთ, კი არა და 5, ეს არის მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა და სწავლის სწავლა. მე ამ ეტაპზე, რადგან წელს მყავს პირველი კლასები, წერაზე ჯერ არ გადავსულ ვარ, ანბანს სწავლობენ მხოლოდ კითხვით, წერით არ წერენ. იანვრიდან ვიწყებ მეორე სემესტრიდან წერას, იმიტომ რომ ისინი პირველ სექტემბრიდან იწყებენ აზერბაიჯანული ენის სწავლას, შემდეგ 1 თვის მერე თუ 2 თვის მერე ინგლისური სწავლას, ანბანი ერთმანეთს გავს, ორივე ლათინური ანბანია და პლუს კიდევ ქართულის ასეთი რთული ანბანის შესწავლა, გამოწერა, ასე ვთქვათ და წერა ძალიან დიდი პრობლემაა და ამიტომ ძირითადად მე პირველ სემესტრში ზეპირმეტყველებაზე, მოსმენაზე და ლაპარაკზე, ზეპირმეტყველებაზე, მოსმენაზე და კითხვაზე მაქვს აქცენტი გადატანილი. წერა ნამდვილად ჯერ ასოები, ნამდვილად არ დაუწყიათ ჩემ ბავშვებს, თუმცა პარალელურ კლასში 6 პარალელია პირველი კლასისა, პარალელურ კლასში თითქმის დაამთავრეს უკვე ანბანი წერა. ვერ ისწავლიან, იმიტომ რომ ერევათ, იღლებიან, რთულია
მირჩევნია რომ კითხვა იცოდნენ, ხატი, ასოს ხატი ისწავლონ, განასხვავონ ერთმანეთისგან, მით უმეტეს კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მათთვის ქართული ანბანი რთულია სპეციფიკური ბგერებიდან გამომდინარე და აი ეს ბგერები ერთმანეთში ერევათ და მირჩევნია რომ სწორად წარმოთქვან, სწორად მოისმინონ, ვიდრე მერე შეეშალოთ და რაღაც პრობლემები შეგვექმნას. რა არის მნიშვნელოვანი თითოეული კომპონენტისთვის განმავითარებელი შეფასების შემთხვევაში? ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში მოსმენას ხო, ოთხივე უნარს ენიჭება, მაგრამ მოსმენა და ზეპირმეტყველება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წეღანაც აღვნიშნე, სწორად მოისმინოს და სწორად წარმოთქვას, იმიტომ რომ ყველა ენაში ასია და ქართულშიც რომ თითოეულ ერთი ბგერის შეცვლაც ძალიან ზოგჯერ სასაცილოდ კურიოზულ შედეგებს გვაძლევს ხოლმე. არ მინდა მოვყვე იმდენი კურიოზი მაქვს გადახდენილი, როდესაც ვერ არჩევენ ბგერებს, ვერ განასხვავებენ ერთმანეთისგან ბგერებს, მათთვის დ, ტ, თ, ბ, პ, ფ, გ, კ, ქ ერთი და იგივე ბგერაა. ძ, ც, ც ეს ერთი და იგივე ერთნაირად წარმოთქვამენ, როცა უნდა თქვან პეპელა, ამბობენ ბებელა. როცა უნდა თქვან მაგალითად პატარა, ბადარა და რთულია მათთვის ჩვენი ბგერების წარმოთქმა და ამაზე ძალიან დიდ დროს უთმობ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. და ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ენის შესწავლისას თვალსაჩინოებების გამოყენება, ისევე როგორც ქართულ სკოლაშიც, ამ შემთხვევაში არაქართულენოვან სკოლებში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გარდა იმისა, რომ ვერბალური ამას მაგალითად ხმაური, სპეციფიკური, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კითხვის უნარის მეთოდები და გვაქვს აუდიო ჩანაწერები, ეს აუდიო ჩანაწერები არ არის იმ ხარისხის ავთენტური რეალურ სიტუაციებთან და მე მაგალითად მიწევს მე თვითონ შევქმნა ისეთი რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარებათ ამ რეალური ბგერების და ასე შემდეგ შესასწავლად. ეს არის ის შეფასების ცხრილები, რომლებიც მე მეხმარება მოსწავლეების შეფასებაში. და როგორც გითხარით, აი ამ მოსმენისას, წარმოთქმისას, საუბრისას ამას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება. ზეპირმეტყველება მოსმენის შემდეგ უჭირთ ბევრჯერ იციან მშობლიურ ენაზე და ხშირად არის რომ მშობლიურ ენაზეც არ იციან ბავშვებმა და ქართულად წარმოთქმა და ქართულად ცოდნა მათთვის უფრო რთულია. ამისთვის მაგალითად ძალიან ხშირად ლექსები, გათვლები, ენის გასატეხები, თუმცა მე ახლა პირველ კლასში ენის გასატეხები ნამდვილად ამ 3 თვეში ნამდვილად არ შემიტანია და არ იციან ჩემმა მოსწავლეებმა, ჯერ ელემენტარულ ლექსიკაზე ვსაუბრობთ, ელემენტარულ ლექსიკას გავდივართ, ერთ სიტყვიან და ორ სიტყვიან ძალიან მარტივ წინადადებებზე და ზე ვართ გასული. ეს არის ზეპირმეტყველების შეფასების ცხრილი, რაც მაქვს მაგალითად, თუმცა აქ მაგალითად დასვას უპასუხო შეკითხებებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით პირველ კლასში ცოტა რთულია ამ ეტაპზე და წლის ბოლოს რა იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც განსხვავება გვექნება. ეს არის კითხვა, კითხვაზე რა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფონოლოგიურ უნარჩვევებს უნდა მიექცეს ყურადღება მათ განვითარებას და ფონემის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩემი საგაკვეთილო პროცესები. ხო, როგორც გითხარით, წერა ჯერ არ შემოსულა ჩემს გაკვეთილებზე და ეს უკვე მეორე სემესტრში და სადღაც სასწავლო წლის ბოლოს იქნება ამაზე.
და სოლო ტაქსონომიაზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება, როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტზე შეფასების, რომელიც ახალი სკოლის მოდელშიც არის აქტიურად და მინდა ყოველ შემთხვევაში, რომ ამაზე გადავრთო ჩემი სკოლა და შეძლოს სხვა მასწავლებლებმაც ამის გამოყენება თავის საგაკვეთილო პროცესში. მნიშვნელოვანია ის, რომ მართლა განმავითარებელ შეფასებას მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ რომ მოსწავლეებსაც გამოუმუშავდეთ ის უნარები, რომ მე მომდევნო ეტაპებზე, მაღალ კლასებშიც და დაწყებით საფეხურებზეც შეძლონ ამის განხორციელება და გაკეთება. დიდი მადლობა.